დამოკიდებული ადამიანი ყველაზე ბოლოს ხვდება, რომ პრობლემაა. ნუ ატყუებენ საკუთარ თავს, ატყუებენ ოჯახს, ატყუებენ მეგობარს. ანუ ბედნიერება და სიამოვნება სხვადასხვაა. იმდენი სიამოვნების მიღება შეგვიძლია ამ ქვეყანაზე. ვინც ეძებს ბედნიერებას გარეთ, ის პოულობს ტკივილს. ყოველთვის არსებობს რაღაც მიზეზი? აუცილებლად. ახსენე, რომ ემოციები ნარკოტიკებია. აი რა არის, რა ზღვარია? როცა მე ვხდები დამოკიდებული. ბევრი წრე არსებობს და ადამიანი ირჩევს რაღაც კონკრეტულ წრეს. ყველას თავისებური ნარკოტიკი აქვს. აი შეიძლება რეალურად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თუ რემისიულია ეს პროცესი. აცნობიერებ, რომ ეს დაავადება იყო, ეს შენ არ ყოფილხარ. როგორ დავეხმაროთ ესეთ ადამიანებს, ვახო? მაქსიმალურად დავუჩქაროთ ფსკერზე ფსკერზე დასვლა. სვლა. ყველაფერი სირცხვილია, სექსუალოგთან მისვლა სირცხვილია, ფსიქოლოგთან სირცხვილია, ნარკოლოგთან სირცხვილია. მარტო მისი პრობლემა არ არის. ეს პრობლემა არის გარშემო მყოფების. როცა ერთი დამოკიდებული ადამიანი არის ოჯახში, მთელი ოჯახი ავადარი. დამოკიდებული აზიანებს თანადამოკიდებულს, თანადამოკიდებულიც აზიანებს გარშემო მყოფებს. გამოჯამრთელება შესაძლებელია და გამოჯამრთელება არ უდრის მოთმენას და არ უდრის გაძლებას.